ხორხე ლუის ბორხესის ნოველა ყველაფერი და არაფერი. თავისთავად ის არავინ არ იყო. თვით ეპოქის საზიზღარ პორტრეტებზეც კი სხვებისგან დიდად განსხვავებული მისი სახისა და დაუშრეტელი მოჩვენებითი დაუკავშირებელი სიტყვების წიაღ იმალებოდა სიცივე. არვისგან დასიზმრებული სიზმარი. თავდაპირველად მას ეგონა, ყველა სხვაც ასეთივეაო, მაგრამ როცა ერთ თავის მახლობელთა სიტყვა ჩამოაგდო ამ სიცარიელეზე, მისმა შეცდომებამ დაარწმუნა თავის შეცდომაში და მისთვის ერთხელ და სამუდამოდ ნათელი გახდა, რომ არ შეიძლება განსხვავდებოდეს სხვებისგან. ფიქრობდა წიგნებში ეპოვა გამოსავალი, რისთვისაც თანამედროვეთა მოწმობით ცოტათი ლათინურში და უფრო ნაკლებ ბერძნულში გაიწაფა. უფრო გვიან გადაწყვიტა, რომ მიზანი მიღწეული იქნება თუ ადამიანური თანაცხოვრების უბრალო წეს-ჩვეულებას შეასრულებს და ივლისის ერთ მშვენიერ დღეს ანა ჰეტუის მკლავებში მიიღო ზიარება. 20 რამდენიღაცა წლისა ლონდონში ჩავიდა. თავის დაუნებურად უკვე დახელოვნებული იყო იმაში, რომ თავი ვიღაცად წარედგინა, რათა არ გაემჟღავნებინა, რომ არავინაა. ლონდონში ის ხელობა გამონახა, რაც პირდაპირ ზედგამოჭრილი იყო მისთვის. ხელობა მსახიობისა, ფიცარნაგზე რომ გამოდის და სხვა სასახიერებს თავშეყრილი ხალხის წინაშე, რომლებსაც თავი ისე უჭირავთ, თითქოს მართლა სჯეროდეთ, რომ ის სხვა ვინმეა. ჰისტრიონის შრომამ შესაძლოა ცხოვრებაში პირველად ყველაფრისგან გამორჩეული სიხარული მოჰგვარა, მაგრამ მივიწყებოდა უკანასკნელი სტრიქონი. აალაგებდნენ უკანასკნელ გვამს და მის სულს ისევ ეუფლებოდა ირეალობის საზარელი ჩვენება. ის უკვე აღარ იყო არც ფერექსი და არც თემურლენგი და ისევ არაფრად იქცეოდა. მოწყენილობამ აიძულა თვითონ შეეთხზა სხვა გმირები და საშინელი ამბები და აი სანამ მისი სხეული დუქნებსა და საროსკიპოებში იმას ასრულებდა, რაც შეეფერება სხეულს, მასში დავანებული სული იქცეოდა აგურთა გაუფრთხილებისადმი გულდახშულ კეისრად. ჯულიეტად ტოროლას რომ წევლის, უდაბურ ადგილას კუდიანებთან, მოსაუბრე მაკბეტად. ქვეყანაზე არავინ ქცეულა იმდენ ადამიანად, როგორც ეს კაცი, რომელმაც ეგვიპტელი პროთევსის მსგავსად შეძლო ამოეწურა რეალობის მთელი სახესხვაობა. ზოგჯერ ამა თუ იმ სიუჟეტის მიყრუებულ ხვეულში იგი ტოვებდა საბედისწერო მინიშნებებს, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ ვერავინ გამოჩხრიკავდა მათ. მაგალითად, რიჩარდს წამოწდება, რომ ის მრავალი როლის შემსრულებელი მსახიობია. იაგო უცნაურ ფრაზას ისვრის, მე არა ვარ. სიცოცხლის სიზმრის და წარმოდგენის სიღრმისეული იგივეობა მას შთააგონებდა ტირადებს, რომლებიც უფრო გვიან საქვეყნოდ ცნობილი გახდა. 20 წლის განმავლობაში მართავდა იგი თავის ზმანებებს, მაგრამ ერთხელ დილით საშინელი ზიზღი იგრძნო ყველაფრისადმი, რადაც იყო გარდასახული, ყველა ამ ხმლით მოკვდინებული მეფისადმი, უიღბლო მიჯნურებისადმი, რომლებიც ხვდებიან ერთმანეთს, შორდებიან და კეთილხმოვანი რეპლიკებით კვდებიან. იმავე დღეს გაყიდა თეატრი და იმ დღის სწორს უკვე თავის პატარა ქალაქში იყო, სადაც კვლავ იპოვა თავისი ბავშვობის მდინარე და ხეები, რომელთაც უკვე აღარ ადარდებდა იმათ, სხვებს ლათინური სახელებითა და მითოლოგიური მინიშნებებით მოკაზმულთ, რომელთაც სახელი გაუთქვა მისმა მუზამ, მაგრამ აქაც საჭირო იყო ვინმე ყოფილიყო და ის იქცა საქმეს მოშორებულ მეწარმედ. ჰქონდა გარკვეული ქონება და მხოლოდ სესხით, სადაო საკითხებით და ბრუნვისგან მოგებული მცირეოდენი პროცენტებით იყო დაკავებული. ამ ამპლუაში უკარნახა მან ჩვენთვის ცნობილი მშრალი ანდერძი, საიდანაც განზრახ არის გამოწურული პათოსისა და ლიტერატურობის ყოველგვარი ნიშანწყალი. ლონდონელი მეგობრები ზოგჯერ ეწვეოდნენ ხოლმე მის მარტოობას და მათ წინაშე იგი წინანდებურად პოეტის როლს ასახიერებდა. ისტორია დასძენს, რომ სიკვდილის კვირა ძალში, თუ სიკვდილის შემდეგ, უფლის წინაშე რომ წასდგა, ასე მიმართა. ამაოდ რომ ვიყავ ქცეული ამდენ კაცად, ახლა მინდა ჩემ და თავად ერთი ვიყო და შემოქმედმა გრიგალის წიაღ რქვა,
მეც არა ვარ რა. მე გამოვიგონე ეს სამყარო ისევე როგორც შენი ქმნილებანი, ჩემო უილიამ, და თვითონ შენც ჩემი სიზმრის ერთი აჩრდილთაგანი ხარ, ჩემივე მსგავსი, ვინც არაფერი და ყველაფერია.